საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა. წელს პირველად Moody's-მა საქართველოს BA3 კატეგორია მიანიჭა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანა 2009 წლის აგვისტოს მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ ომამდე არსებულ რეიტინგს დაუბრუნდა. სააგენტოს განმარტებით აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობის პროგრესზე მიუთითებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით კი Moody's-ის რეიტინგი ინვესტორებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს. A3 კატეგორია ეს რომ გადავიყვანოთ Fitch-ის და S&P-ის საკრედიტო რეიტინგზე გახლავთ 2B-ის და ამ მხრივ საქართველოს უკვე 2 წლის შემდგომ პირველად დაუბრუნდა ისევ 2008 წლის ომამდე არსებულ საკრედიტო რეიტინგს. საქართველოს მიენიჭა საინვესტიციო კატეგორია. სწორედ აქედან იწყება, ეს არის პირველი საფეხური საინვესტიციო კატეგორიის, დანარჩენი მის ქვემოთ არის, ასე ვთქვათ, საინვესტიციოს ქვემოთ არსებული შეფასებები. ეს ძალიან მკაფიო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც ფიქრობენ ინვესტიციების დაბადებას. ეროვნული ფორუმის ლიდერები ხალხთან შეხვედრებს და მათთვის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების გაცნობას აგრძელებენ. გუბა სანიკიძის თქმით, უხელისუფლება ამ ცვლილებების განხორციელებას არ დათანხმდება, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ფორუმი და მისი მხარდამჭერები ქუჩის აქციებს მიმართავენ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ეროვნული ფორუმის ინიციატივით 8 ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა. ცვლილებები ბიომეტრიული პასპორტების ხმის მიცემას და ხმების დათვლის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს. ფორუმი მოგეხსენებათ, ემზადება ძალიან სერიოზულად შემოდგომისათვის. დაწყებულია პროცესი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, თუ იქნა უარი ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ფორუმს მოუწევს აქციების დაწყება და ამიტომ ჩვენ წინასწარ ხვდებით მოსახლეობას და ვესაუბრებით ამის თაობაზე, რა მოსაზრებები აქვს. თუ ხელისუფლება უარს ეწყობს ამ ცვლილებებზე, ამას სხვანაირად მიხედავენ ამ საქმეს თავად ქართველები. ჩემთვის მისაღებია ეს პრიორიტეტები, აუცილებელიც არის და მე ველოდები ისევე როგორც ყველა ქართველი კონკრეტულ ქმედებებს. ვარდების მოედნიდან მერიამდე მსვლელობა ლეიბორისტული პარტიის წევრებმა თბილისის მერიისა და კომპანია City Park-ის წინააღმდეგ გამართეს. პროტესტის მიზეზი პარკირების ახალი გადასახადია. მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით ლეიბორისტებმა საკუთარი პოზიცია მერიასთან გამოხატეს. მათ შენიშვნებსა და მოთხოვნებს კონსერვატიული და ხალხის პარტიის წევრები ილაშე ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძე შეუერთდნენ. ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის და აი ასეთი მსვლელობების შედეგად იქნა მიღებული მაშინ ცნობილი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 25 ლარიან გადასახადით თვალისწინებდა, თუმცა ბანდიტი უგულავას გულმუცელი ეტყობა აღარ გამართლა და უნდა რომ სული ამოართვას დედაქალაქის მოსახლეობას და ჩვენ მოვითხოვთ მისი კუთვნილი კომპანიის საერთოდ გაძევებას დედაქალაქიდან და ამ გადასახადების ისევე როგორც ჯარიმების გაუქმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აი ესეთი და სხვა სახის მსვლელობებს ამოვართვევთ მართლა სულს აი ამ ადამიანს. ჩვენი მოთხოვნა ასეთია: გაუქმდეს ეს დრაკონული გადასახადი 50 ლარიანი, დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს 25 ლარიანს და საერთოდ გაძევებული იქნას თბილისიდან ბანდიტური ორგანიზაცია City Park-ი. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით კი შერატონ მეტეხი-პავლოვსკი აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლის თავისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმის თემა კლასიკური რეალიზმის ეპოქა, ასევე მე-19 საუკუნის კულტურული და ლიტერატურული ტენდენციები. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი მწერლის 20-მეულიც გამოვიდა. ნაკრებში აკაკი წერეთლის ამ დრომდე უცნობი ნაშრომები შედის. საერთაშორისო სიმპოზიუმი 8 ოქტომბერს დასრულდება. ეს იმართება შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნება ამ წელს არის 170 წლის წერეთლის დაბადების დღიდან. და ჩამოსულები არიან ძალიან ბევრი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპული ქვეყნებიდან. დღეს ხდება პრეზენტაცია აკაკი წერეთლის 20-მეულის პირველი ტომის პრეზენტაცია, რომელიც იქნება დღემდე გამოქვეყნებული ლექსები, პუბლიცისტიკა, ნაწარმოებები. ჩამოსული არიან სტუმრები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან და ძირითადად ჩვენ ვიმსჯელებთ ისეთ თემებზე, როგორიც არის კლასიკური რეალიზმის ეპოქა, რეალიზმის ძირითადი კულტურული და ლიტერატურული ტენდენციები და რა თქმა უნდა აკაკი წერეთლის შემოქმედება. ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა ქართველი ერის და ქართველ ლიტერატორთა ჩაუკლავი
შეუნელებელი ინტერესისა ჩვენი დიდი წინაპრის მემკვიდრეობისადმი. ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში კითხვის მანდატურები შევიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოსიძემ ქუთაისის ნომერ 1 საჯარო სკოლაში სამკაციანი მანდატურის ჯგუფი წარადგინეს. სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში პოლიციის აკადემიაში გადამზადდა. მანდატურები ეტაპობრივად ქალაქის ყველა საჯარო სკოლას მოიცავენ. სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის და ბათუმის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე აღნიშნული ინსტიტუტი ზუგდიდის, გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედება. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებული არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მთლიანად ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება იმერეთში სანამ მთლიანად ყველა სკოლაში შევა მანდატურები, დაიწყო საპილოტო ვარიანტი, ანუ სადღაც 7 სკოლაში შევა თავდაპირველად ქუთაისის. ეს არის უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო გარემო, რისთვისაც ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ და ჩემს აზრით ეს წამოწყება არის მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ამ ქალაქისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. უნგრეთში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს და არ გამორიცხავს, რომ მისი შედეგები უარყოფით და სხვა ევროპულ ქვეყნებზეც აისახება. ევროკავშირის წარმომადგენლის ჯო ჰენონის განცხადებით, კატასტროფის მასშტაბის ზრდის შემთხვევაში ევროკავშირი უნგრეთს დახმარებას აღმოუჩენს. უნგრეთის ერთ-ერთ ალუმინის ქარხანაში 4 ოქტომბერს რეზერვუარი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ავზიდან 700 კუბური მეტრი ტოქსიკური ნივთიერება დაიხარა. უნგრეთის ქუჩები წითელი სითხით დაიფარა. ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება 7 დასახლებულ პუნქტში გაჩნდა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ნობელის პრემია 2010 ქიმიის სფეროში ამერიკელ და იაპონელ მეცნიერებს გადაეცათ. მეცნიერები რიჩარდ ჰეკი, ეიტი ნეგისი და აკირა სუძუკი სინთეტური ქიმიური შენაერთის შექმნისთვის დაჯილდოვდნენ. ქიმიკოსთა მიერ აღმოჩენილი შენაერთები უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ლაბორატორიული კვლევისას, ასევე პროდუქტების სინთეზში. მეცნიერთა აღმოჩენას ძირითადად ფარმაცევტულ პრეპარატებსა და მიკროელექტრონიკაში იყენებენ. 2009 წელს კი ნობელის ლაურეატი ქიმიის დარგში ტომას ტეიცი გახდა უჯრედის ერთ-ერთი ნაწილის რიბოსომის აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც ადამიანის ორგანიზმზე ანტიბიოტიკების ზემოქმედების შესწავლა გახდა შესაძლო. ფილიპინელი ბორტგამცილებლები კი მგზავრებს უსაფრთხოების წესებს მუსიკის თანხლებით აცნობენ. ავიაკომპანიის ნოვაცია მათ საკუთარი ნიჭის დემონსტრირებისა და მგზავრების განწყობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა. ინსტრუქტაჟის მუსიკალურ ფონად კი ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას სიმღერა აირჩიეს. ფილიპინურმა ავიაკომპანია კებუ პასიფიკ ეირლაინსმა ფრენისას უსაფრთხოების წესების გაცნობა ახალი მეთოდით გადაწყვიტა. ახლა ბორტგამცილებლები მგზავრებს ინსტრუქტაჟს მომღერალ ლეიდი გაგას სიმღერის Let's Dance-ის თანხლებით უტარებენ. იდეის მთავარი მიზანია უსაფრთხოების წესების სტანდარტული ჩვენება უფრო სახალისო გავხადოთ. ინოვაციური იდეის შემდეგ მგზავრები უსაფრთხოებას გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევენ. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით მუსიკის თანხლებით ცეკვა მოსაწყეთ ინსტრუქტაჟს გაახალისებს. მგზავრებსაც გართობს, ბორტგამცილებლებს კი საკუთარი ნიჭის დემონსტრირების საშუალებას მისცემს. როდესაც გოგონები ცეკვას იწყებენ, ისინი მგზავრთა ყურადღების ცენტრში ექცევიან. მგზავრები უსაფრთხოების ზომებით მართლა ინტერესდებიან და მათ 1000 შეკითხვას უსვამენ. მოცეკვავე ბორტგამცილებლების იდეა ავიაკომპანიის მომხმარებლებს ისე მოეწონათ, რომ ხელმძღვანელობა მუსიკალური ინსტრუქტაჟის ჩატარება ყველა რეისზე გადაწყვიტა. ჯერჯერობით კი ფილიპინელი ბორტგამცილებლები მხოლოდ შიდა რეისებზე ცეკვავენ. თბილისი წყალბურთში ლენტროფის გათამაშების პირველი რაუნდის ერთ-ერთ ჯგუფურ ტურნირს უმასპინძლებს. ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით კი შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება. თამაში კომპლექს ოლიმპიკში შედგება. საქართველოს სპორტულ ღირსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერის წყალბურთელთა კლუნენის გაერთიანებული გუნდი ლიგამუს თბილისი დაიცავს.